საღამო მშვიდობისა. ცოტა არასამუშაო გარემოში ბათუმიდან გერთვებით ლაივში. თუმცა ეს ის მომენტია და ეს ის დღე არის და ეს ის ღამე არის, როდესაც მანიფესტაციისთვის საუკეთესო პერიოდია. ჩემი დატვირთული რეჟიმიდან და გრაფიკიდან გამომდინარე, ცალკე ვერ ჩავწერე ნებისმიერი ტექნიკა მანიფესტაციის. ამიტომ ესე სპონტანურად მე და თეკუნამ გადავწყვიტეთ ლაივის გაკეთება, ამ ყველაფერს შევინახავთ და 1 აგვისტოს ჩათვლით ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ თქვენი სურვილების რუკა დახატოთ. მე პირადად პრაქტიკა მაქვს და მე პირადად გამიკეთებია სურვილების რუკა და საოცრად მუშაობს და მინდა რომ ეს ბედნიერება და ეს ჯადოსნობა, ეს მანიფესტაციის ნეიროგრაფიკის ტექნიკა თქვენს თავად გამოსცადოთ. თეკუნას მოვიწევ. ახლავე ძალიან დიდი ხანია ლაივში არ ვყოფილვარ. ოკეი. ცოტა დაღერი, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ. რა მაქვს? საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, როგორ ხარ? როგორ? ერთ ფერებში ვარ. ხო. მე ბარბიზე ვიყავი და ვერ მოვასწრე. გამოცხა. ბარბის პრემიერიდან ვარდისფერი მოვედი. სიმბოლურია ეს, გავაძლიეროთ ახლა დღევანდელი დღე ვარდისფერით. ნაცნავებით ცისფერი მაქვს, ხო იცი? ეს ველში შესვარ და ენერგიები გვიგვიყვება. კარგია, ძალიან მიხარია. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ესეთ განსაკუთრებულ დღეს რომ აქ ხარ და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემს გამომწერებსაც და შენს გამომწერებსაც ვაძლევთ საშუალებას ეს ჯადოსნობა თავად გამოსცადონ, თავად დააპრაქტიკონ და ესეთი მნიშვნელოვან საკრალურ მომენტში, რასაც სავსემთვარეობას ვეძახით და რაც სავსემთვარეობის ხდება, თან რაც ამ მთვარე მერწყულში არის ყველაზე ინოვაციურ, კრეატიულ, თავისუფლების მოყვარულ ჩარჩოებს უარღოს ესეთ ნიშანში. საუკეთესო დრო არის ჩვენი განსაკუთრებული სურვილების ჩასაფიქრებლად და მადლობა რომ ამის შესაძლებლობა დღეს მოგვეცი ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა შენ მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის რომ ასე ერთად ჩავატაროთ მართლაც ეს საკრალური რაღაცნაირი სესია ერთად მანიფესტირების, იმიტომ რომ მართლა ჩემი გამოცდილებით ასეთ განსაკუთრებულ დღეებს რომ ხატავთ მართლაც რომ ეს ენერგიები კიდევ უფრო აძლიერებს ეფექტს და კარგია რომ ასეთ დღეებს ვამთხოვთ მოკლედ და მადლობა შენ რომ თან ამ ყველაფერთან ერთად ამხელა ველი იქმნება აგერ უყურებ და 552 ადამიანია ერთდროულად და ამდენი ერთად ყველა თუ დახატავთ ეს იქნება მართლა საოცრება. საოცრება იქნება, უფრო ნაყოფიერი იქნება და ლაივს აუცილებლად შევინახავთ პროცესში რაღაცები თუ გაგიწყდათ, ესეც არაუშავს. აუცილებლად დაასრულეთ თქვენი დაწყებული ხატვა და პროცესი აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ. 1 აგვისტოს ჩათვლით დღის ბოლომდე შეგიძლიათ რომ ეს ყველაფერი რაღაცა სრულყოფილებაში მოიყვანოთ. პირველ რიგში 1-5 წუთი ნეიროგრაფიკის შესახებ და ჯადოსნური ტექნიკის შესახებ რა გითხრა და შემდეგ უკვე პირდაპირ სამუშაო რეჟიმში და ხო, რომ მოვასწროთ დახატვა. ხო, მოსტრაიმესთან დაკავშირებით მინდოდა მე თქვა ნახატის დასრულებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანია ხოლმე რომ რომელ დღესაც დავიწყებთ ისედაც იმ დღესვე დავასრულოთ ნახატი სანამ დავიძინებთ. იმიტომ რომ მე სხვანაირად ეს პროცესი რაღაც იწელება ხოლმე და შეიძლება კი არაფერს არ დაიშავებთ, მაგრამ უბრალოდ რაღაც თვითონ მატერიალიზებისთვის კარგი შედეგისთვის აუცილებელია რომ ეს გააქტიურებული ნეირონული კონტური რომელიც გააქტიურეთ და ხატავთ იმ დღესვე დაასრულოთ მისი ტრანსფორმაცია, ასე ვთქვათ, და გარდაქმნა პოზიტიური ცვლილებებისკენ.
ხო, 5 წუთით ხო მოვყვები მეცნიეროგრაფიკაზე და მე მინდოდა მეთქვა რომ გავალ ალბათ და თავიდან შემოვალ უკვე სხვანაირად რა კურსით, ცოტა რომ მხოლოდ ჩემი ფურცელი ჩანდეს, იმიტომ რომ ხედავდნენ ხატვის პროცესს. ყველა მის ჩვენთან ერთად ხატავს. ესე იგი რით განსხვავდება ზოგადად ეს პროცესი ყველა სხვა მსგავსი ტექნიკებისა და თერაპიებისგან, ზოგადად ნეიროგრაფიკასთან სხვაობა ის არის, რომ არის გრაფიკული თერაპია, ანუ არ ვსაუბრობთ პროცესში, არ არის აუცილებელი, თუ როგორ ვსაუბრობთ, თუ თქვათ სურვილი აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, ამას ვაჟღერებთ და გაცნობიერებებსაც ვაზიარებთ ხოლმე, მაგრამ ეს არის გრაფიკული პროცესი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ვმუშაობთ არაცნობიერ შრეებთან ძირითადად, ანუ ვიწყებთ ცნობიერი შრეებით და ჩავდივართ უფრო ქვეცნობიერში, სიღრმეებში და ცნობიერების პირამიდის მიხედვით, ავტორის შემქმნელის პირამიდის მიხედვით ჩვენ გვაქვს 7 შრე ცნობიერების და თითო ალგორითმი ისედაც ყოველთვის 7 ეტაპად გრძელდება. ამ 7-ვე ეტაპს დღეს გავივლით ერთად და თითოეულ ეტაპზე მუშავდება შესაბამისი ფსიქიკის შრე. ანუ დავიწყებთ ვთქვათ აქტუალურიდან ოპერატიულზე ჩავდივართ და მერე უკვე ჩემი პირადი ქვეცნობიერი კოლექტიური მეგრეგორი არქეტიპი აი ამ სიღრმეებში ყველას გავივლით და თუ კი რაიმე ბლოკი გაქვთ შეზღუდვა გაქვთ რწმენა წარმოდგენა სტერეოტიპი შაბლონი რომელიც ხელს უშლის აი იმ სურვილის მატერიალიზებას რომელსაც დღეს დახატავთ ეს ყველაფერი დამუშავდება მინდა გითხრათ რომ არ ჩართოთ ეხლა რაღაც ჰიპერმოლოდინი სურვილის ასრულების, იმიტომ რომ მოლოდინი ყოველთვის აფერხებს მატერიალიზებას. ამიტომ უბრალოდ ხატეთ, ყველაზე მაგარია, როდესაც უბრალოდ პროცესით იღებს სიამოვნებას. მთლიანად შედით პროცესში, ხატეთ, მიიღეთ სიამოვნება, ეს ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს სურვილების ახდენას. და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ აბა ეხლა როდის ხდება და ნუ ჩართავთ აი ამ მოლოდინის პროცესს. აფერხებს ძალიან აფერხებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვყევით პროცესში მოიწერეთ შეკითხვები, თუ რამეს ვერ გაიგებთ ხოლმე შეძლებს დაგვარად დაგეხმარებით და ორი პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ანუ ხაზების რაოდენობას რაც მეტს გაავლებთ, მეტ ენერგიას ჩადებთ თქვენსას. და ვთქვათ, ფერით დამუშავების დროს მნიშვნელოვანია, რომ ეს წესები დავიცვათ, რასაც გაგიჟღერებთ. და ნუ გაავლებთ ოღონდ ისეთ რაოდენობას ხაზების, რომ ვერ დაამუშავოთ. ჯობია, რომ ზომიერად იმდენი გაავლოთ, რომ შეძლოთ დამუშავება და დღესვე დასრულება. ანუ გავაშავებთ, ანუ ძალიან ნახაც, რომ ფერისთვისაც დავტოვოთ ადგილი. რა დაგჭირდება კითხვა ხარი მაინც? დაგჭირდება ტუშის კალამი, ან რაღაც ესეთი შედარებით წვრილი ზომის ასეთი ფლომასტერი ან თავი ტუშის კალამი თავი უნდა იყოს ან ესეთი ორივე წავა ახეთ უნდა იყოს აუცილებლად შავი ხო მნიშვნელოვანია ეს დაგჭირდება შავი სქელი ფლომასტერი და ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები ფერადი სულ ერთია შავის გარდა სხვა ფერის მარკერი არ შეიძლება კიდევ ლურჯი ოღონდ ისიც ტუში მაგრამ მე ამ შემთხვევაში ლურჯი გჭირდება სქელი ფლომასტერის და თუ ორივე გაქვთ ლურჯი მაშინ შეგიძლიათ ხატოთ ლურჯით ისე შავი ყველაზე მეტად ყველაზე კარგია რა უფრო არ ერევა მე სხვა ფერებში და მოკლედ შავი ფერი არის ისეთი ყველაზე უფრო ამისთვის ხელსაყრელი რაღაც მინდა და კიდევ მეთქვა ფერებთან დაკავშირებით. ხო, დარჩენს პრინციპში პროცესში მოყვებია რომ დავით. ახლა ხო გაწუხებთ. თუ არ გაწუხებთ. არ გაწუხებთ, რა ვისმით და ისე არა. ხო. კარგი, მაშინ მე გავალ. მოატრით და შემოვალ ისე რომ ფურცელს ხედავდეთ და უკვე რაღაც დამრგვალების მასაც ვაჩვენებ ტექნიკას რომ შეძლონ მე გამოყვენ ხატვაში ხატვის პროცესში ამისთვის უკვე ფურცელი მჭირდება. კარგი და მე თავიდან შემოგიყვან. კარგი. მიდი. ოკეი, კითხვები რაც იქნება, გზა და გზა ყველას ვეცდები, რომ ან მესიჯად, ან ვერბალურად გაგცეთ პასუხი.
ვეღარ შემოდის ესეთი. აი, ოკეი. ახლა შევატრიალე, დავამაგრებ და მითხარით თუ ხედავთ კარგად ფურცელს. ტუშ ნაცვლად შავი კალამი რომ იყოს. შავი კალამით შეიძლება უბრალოდ ცოტა გაწვალდებით, იმიტომ რომ კალმით მაინც არ არის ხოლმე დამწყებებისთვის განსაკუთრებით. რაიმე მაგა რო ჩავთოთ ამ დროს. მუსიკა შეგვიძლია რომ ჩავთოთ, ოღონდ ეს მუსიკა არ უნდა იყოს რაღაც კონკრეტულ მოგონებასთან ან რაღაც მემორისთან დაკავშირებული, რომ არ გამოიწვიოს ემოცია. აბა მთლიანად ჩანს ნახე ორივე ხელი მიდევს მთლიანად. ოკეი. ძალიან კარგი. მაშინ დავიწყოთ. ესე იგი, რა არის მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ? პირველ რიგში, ანუ დამრგვალება და ნეიროგრაფიკული ხაზის სწორად გავლება. სწორად გავლება რას გულისხმობს? ნახეთ. ანუ ხაზი ისე უნდა წავიყვანო, რომ ნახეთ, მაგალითად, შემგონებას უნდა რომ გაავლოს აი ესე შაბლონური ლამაზი ხაზი. ეს არ არის ნეიროგრაფიკული ხაზი და ამ შემთხვევაში ეს არ მომცემს მე შედეგს. უნდა გავავლო ისეთი ხაზი, რომელიც სპონტანურად მოძრაობს ფურცელზე და სად აღმოჩნდება შემდეგ მომენტში არ ვიცი. და თან არ იმეორებს აი ამ თავის მოძრაობის ამპლიტუდას არსად. ნახეთ, სულ სხვადასხვანაირად მოძრაობს. პლუს უნდა ვეცადო, რომ გონებას თუ უნდა წაიყვანოს მარჯვნივ, მეტად მარჯვნივ წავიყვანო, მაგალითად, თუ უნდა მარცხნივ, უფრო მარცხნივ, ზევით თუ უნდა ოდნავ ქვევით მიმყავს, ქვევით თუ უნდა ოდნავ ზევით მიმყავს. ანუ ვცდილობ, რომ ისე გავატარო, რომ შევეწინააღმდეგო იმ შაბლონს, რომელშიც უნდა რომ გამატარებინოს ტვინმა. ეს არის მნიშვნელოვანი. და მეორე, აი ეს გავლებული ხაზები დავამრგვალოთ სწორად. ესეც არის მეორე აუცილებელი პირობა. სწორად დამრგვალება ახლა რაც ნიშნავს? ხო, კიდევ ერთი ხერხია ხაზების გავლების მონეტები თუ გაქვთ, მაგასაც გაჩვენებთ. ნახეთ, აი მონეტას ვდებ, ესეც ამიტაც ვერ ვაკონტროლებთ ხოლმე და აი ესე მიმყავს ხაზი და მონეტას მივყავარ. და ვერ ვავლებ ზუსტად ისე, როგორც ტვინს უნდა. შესაბამისად, აი ნახეთ, მონეტით შემიძლია გავაკეთო იგივე ფაქტიურად და აღარ ვიდარდო იმაზე, რომ ნეტა ნეიროგრაფიკულად ვატარებ თუ არა. ეხლა გადაკვეთები როგორ მუშავდება, ნახეთ, მაგალითად ცოტა დიდი ფორმატით დავხატავ აი ესე. ოკეი. 4 კუთხე გვაქვს ძირითადად ხოლმე, ხო, წარმოიქმნება და 4-ვე კუთხეს ნახეთ, ეს ამ წვეტიან, ასე ვთქვათ, 3 კუთხეც, აი სხვა ფერით გაჩვენებთ, ეხლა რომ გამოჩნდეს, აი ესე ვამრგვალებ. ვკეთებ მომრგვალებას. და შემყავს ისევ ამ ხაზში და აქ ვაფერადებ. 1 კუთხე მოვამრგვალე, მეორე მოვამრგვალე, მესამე და მეოთხე. შედეგად მივიღე აი ესეთი ნეირონი. ოღონდ ეხლა მე წიწლით იმიტომ ვაკეთებ, რომ უბრალოდ შეხედოთ რა ხდება. ჩვენ ვაკეთებთ ისე იგივე ფერით, შავით ვაკეთებთ. აი ხა გავაკეთებ კიდევ ერთხელ. 1, 2, 3 და 4. და გავაფერადე. და მივიღე ნეირონი გადახაზული, ესე იგი, ჯვარედინი ხაზების ნაცვლად მივიღე ნეირონი. და შესაბამისად, ახლა აქ ნახატში, სადაც შემხვდება, ახლა 1-2 აქაც დავამრგვალებ. აი გადაკვეთები, მაგალითად, ნახატში გამომივიდა. თითოეულ ამ გადაკვეთასთან მივდივარ და აი ესე ვამრგვალებ. ვამუშავებ, ვკეთებ ჰარმონიზებას. თითოეული გადაკვეთა არის მიკროკონფლიქტი, რომელიც მიშლის მიზნის მიღწევაში, სურვილის მატერიალიზებაში და სათითაოდ ყველას ვუკეთებ ჰარმონიზებას. ანუ ჩემი ტვინისთვის ის კონფლიქტი, რომელიც უშლის ხელს ჩემს სურვილს, პრაქტიკულად გარდაიქმნება რაღაც პოზიტიურად, ხელის შემშლელი აღარ არის, ტვინი ვეღარ აღიქვავს მას როგორც ხელის შემშლელ ფაქტორად, შესაბამისად იწყებს სხვანაირად უკვე აღქმას სიტუაციის და სხვანაირად მოქმედებს აქედან გამომდინარე. აბა თუ არის გასაგები დამრგვალებები, ახლა ცოტა მოგწერონ და გადავიდეთ უკვე თვითონ ხატვას. კომენტარები რო კარგად დაინახეთ და ახლა ისევ ჩავთ. ხო.
აბა მოიწერეთ თუ რამდენად გასაგები არის ეს ახსნა, თვითონ მუშაობის პროცესი, ნეირონების დამუშავების პროცესი, რამდენად გასაგები არის თუ როგორ ამრგვალებთ თითოეულ კუთხეებს. გასაგებია. ძალიან კარგი. მაშინ დავიწყო. ცოტა ხანი გამოვრცა კომენტარები, ან ჭირდებათ რომ დაინახონ სრული სურათი? იცი რა, ახლა მინდა რომ ავუხსნათ როგორ უნდა გავაკეთო ფორმულირება თვითონ სურვილის და მგონი ეს შენ შეგიძლია ძალიან კარგად რომ ავუხსნა. მოდი შენ ავუხსნი ფორმულირება როგორ გავაკეთო სურვილის. მე მაგალითად ესე ვეუბნები ხოლმე. შეიძლება შენ რამე დაამატო. ის შენ გაგითმობ ამ კუთხიდან ასპარეზული ვერსია გავაზე, რაც უფრო მრავალფეროვანი აზრი იქნება და ეცოდინებათ და აქაც გამოვთავ ცოტახანი კომენტარებს, რომ კარგად დაინახონ სურათი. ხო. შეხედე, ანუ ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, რომ სურვილის ფორმულირება მოხდეს აწმყო დროში. თითქოს ის რაც გინდათ რომ მატერიალიზდეს უკვე მოხდა. მაგალითად, თუ ხატავთ, აი ყველაზე მარტივი მაგალითი, თუ მინდა რომ ჩემი შემოსავალი გაიზარდოს, პირობითად მაქვს 1000 ლარი და მინდა რომ გახდეს 5000 ლარი, წერ პირდაპირ რომ ჩემი შემოსავალი არის 5000 ლარი, ანუ უკვე არის. და ამ დროისთვის მნიშვნელოვანია ასევე მიუთითოთ დროის პერიოდი. ზუსტი თარიღი არა, მაგრამ მაგალითად შემოდგომისთვის, წლის ბოლოსთვის, იანვრისთვის ეს იგულისხმება, რომ აი მაქსიმუმი პერიოდს ვაძლევთ რაღაცა თვემდე, რაღაც წლის ბოლომდე, რომ მატერიალიზდეს. ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა ხოლმე დაზუსტებას, მნიშვნელოვანია რომ მივცეთ ცოტა რეალური პერიოდი დროის. იმიტომ რომ შეიძლება ერთ კვირაში ახდეს და შეიძლება აი იმ პერიოდის ბოლოს უბრალოდ ჩვენ ვაძლევთ რაღაცა flexibility-ს, ანუ მოქნილობას ვაძლევთ ჩვენ twins, რომ მაშინ ისე ახდეს, როცა თქო ჩვენთვის არის კომფორტული იმ დროში. სურვილების რაოდენობას რაც შეეხება, მე გირჩევდით, რომ ჩამოწეროთ 3-დან 5 სურვილამდე ძალიან მოგადავტვირთავთ. საერთოდ რაც ნაკლებს დავწერთ, მით უფრო კონცენტრირდება. როგორ? ერთით რო იყოს ერთი სურვილი. ერთით შეიძლება, კი. მოდი 1-დან 3-მდე მივცეთ მაშინ საშუალება 5 თუ ბერია 1-დან 3-მდე იყოს. ეს შეიძლება იყოს მატერიალური სურვილით, შეიძლება იყოს არამატერიალურიც. ანუ გულისხმობს რაღაც მდგომარეობას, ვიცი, რაღაც შინაგან ჰარმონიას მაგალითად, ან რაღაც შიშების სტრესის გაშვებას. მოკლედ შეიძლება იყოს მატერიალური კონკრეტული, შეიძლება იყოს ეხებოდეს ჩვენ შინაგან მდგომარეობას თქვენთვის, რომელიც არის უფრო მნიშვნელოვანი ამ წუთში აქ და ახლა. შეიძლება აქ მოსვლამდე ფიქრობდით რაღაც ჩაფიქრებული, გქონდათ რაღაც რაოდენობა, რაღაც სურვილები, მაგრამ აი ეხლა რაც წამოვა, ის დაწერეთ, ასე გირჩევდით. ჩემი რჩევა იქნება, ეს მითხარი ვერტიკალურად დაწერან თუ ჰორიზონტალურად? ვერტიკალურად, აი როგორც მიდევთ ფურცელი, ისე დავწეროთ. ეს არ არის ჯერ სახატავი ფურცელი. სახატავ ფურცელზე დავხატავთ ფიგურებად მე ამ სურვილებს. დავწერო? ხო, აი მაგალითად. ეხლა მე მაგალითებს დავწერ სურვილების, აი სამი ხელით დავწეროთ, ანუ თუ წერთ ხოლმე მარჯვენა ხელით, დავწეროთ მარცხენათი, თუ წერთ მარცხენა ხელით, დავწეროთ მარჯვენათი, ხო შეიძლება? კი, შეიძლება. და ნეიროგრაფიკული ხაზების კუთხითაც შეუძლიათ ეს ექსპერიმენტი, რომ გააკეთონ, ბევრად უფრო ეფექტური იქნება მარცხენა ხელით თუ დახატავენ. ხო, ხაზებს თუ გავლებენ მარცხენა ხელით. არადომინანტური ხელით გავლებთ, ანუ თუ წერთ მარჯვენათი და ხატავთ მარჯვენათი, დახატოთ და დაწერეთ მარცხენათი, ეს თქვენ შემოქმედებით გონს, თქვენ ქვეცნობიერთან, კიდევ უფრო მარტივად დაკავშირდებით და მარტივად მიაწვდენთ თქვენ სათქმულს, ასე რომ დაწერეთ 1-დან 3 სურვილამდე. ჩემი ასევე პატარა რეკომენდაცია იქნება, თუ სურვილი გაქვთ, ცოტა შეგრძნებებით დაწერეთ. აი დაწერეთ, მე ვგრძნობ, რომ აი შემოდგომისთვის, ჩემი აი მაგალითად როგორც თეკუნამ მაგალითად მოიყვანა, ჩემი ხელფასი არის, არ ვიცი, 500 ლარით გაზრდილი და მაქვს 1500 ლარი და თუნდაც ამას ხო, ამას დავაწერინებ შეგრძნებებს ბოლოში, ჯერ ჩამოაყალიბონ, ეს აუცილებელია კი, გრძნობებსაც ჩავახტებით, ოღონდ ბოლოს. ოკეი.
მაგალითად ახლა მე ვწერე რაღაცა მაგალითებს. ჩვენ არ დავხატავთ მე იგივე ფურცელზე, ეხლა წერთ უბრალოდ სურვილებს. აი თქვა იყო რომ ახლა მას უნდა გადავახატოთო და არა, ამას არ უნდა გადავახატოთ. ხაზის გავლებასაც რო დავიწყებთ, ამაზეც გეტყვით პროცესში როგორ გაავლოთ. ჯერ პირველი ამოცანაა ჩამოვწეროთ სურვილები. მე ერთს დავწერ რა. კარგი. წელ ენერგიას ჩავდებ ამაში. კაი, მაშინ კონკრეტული დავწერა. და არა დომინანტური ხელით წერთ, ანუ თუ სულ წერთ მარჯვენეთი, დაწერეთ მარცხენეთი. ჯერ აი მოდი მივყვეთ პროცესს და ესე წავიდეთ ყველაფერს გზადაგზა აგიხსნით. ანუ ისე რომ თქვენც მოგიწიოთ ამ ყველაფრის გაკეთება არ მოგიწევთ. აი ჯერ დაწერეთ თქვენი კონკრეტული სურვილი. ერთიდან სურვილი. შეხედეთ აი 1-დან 3-მდე მაგალითისთვის ახლა დავწერე 3 სურვილი. ამის შემდეგ წერ. ხაზი გავავლოთ ქვემოთ? ხაზი გავავლოთ და შემდეგ წერთ. შედეგად მე თავს გრძნობ და აქ დავწეროთ ახლა ემოციები. თავს როგორ გრძნობ, როდესაც ეს სურვილები მატერიალიზდა. მაქსიმალურად ავწეროთ გრძნობები. მაგალითად თავს გრძნობ ბედნიერად. ჰარმონიაში სარ და სამყაროსთან შვიდად გაწონასწორებულად ჯამთელობად შეგიძლიათ დაწეროთ ჯამთელად. რა ვიცი, ყველაფერი რაც გინდათ რომ გრძნობებს რომ დავასრულებთ. კიდევ წერთ ფრაზას. ჩემი სურვილები მატერიალიზდა სასიკეთოდ ჩემთვის და მთელი სამყაროსთვის. ჩემი ინიციატივით კიდე ერთს დავამატებ, მადლიერი ვარ. მშვენიერი. მე მადლიერი
ნაირი ვარ, რომ მასრულებულია ჩემი სურვილი. ბოლო ფრაზა არის ჩემი სურვილები მატერიალის და სასიკეთოდ, ჩემთვის და მთელი სამყაროსთვის. ადამიანის ნახვაზეც პრინციპში შეიძლება, მაგრამ იდეაში არ უნდა ეხებოდეს თქვენი სურვილი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სურვილი იყოს თქვენი ჭეშმარიტი პირველ რიგში და არ იყოს მოხვეული სხვა ადამიანებისგან, სოციუმისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს სურვილი იყოს გააზრებული, არ ეხებოდეს სხვა ადამიანების ნაცვლად, ანუ არ ვხატავთ არაფერს და სხვის კარგად ყოფნაზე ან სხვას რაც უკავშირდება, მოკლედ ამას არ ვხატავთ. მნიშვნელოვანია, რომ იყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ის, რასაც ხატავთ, გინდათ ნამდვილად თქვენ. და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ არ იყოს ეს სურვილი მაგალითად გამოწვეული იმით, რომ ვიღაცას გვინდა, რომ რაღაცა დაუმტკიცოთ. ვიღაცასთან გვინდა. თავი მოვიწონოთ და ასე მოვაწონოთ ვინმეს და ასე შემდეგ. ოკეი. ეხლა შემდეგი ეტაპი. ამას რომ დავწერთ, ეს სურვილები აუცილებლად დანომრეთ. რაღაცა სუნთქვაზე წერდნენ და ვერ მივხვდი. კომენტარი იყო. ხო. ეხლა რადგან დღეს სავსე მთვარეობაა, მინდა რომ ეს სურვილების რუქა მთვარესთან დავაკავშიროთ. ანუ თვითონ ალგორითმშიც გამოვიყენოთ მთვარე. როგორც ელემენტი. ამისთვის ფურცლის დასაწყისში ქვევით, ანუ ახალი ფურცელი. ხო, ვიყებთ სახატავ ფურცელს ახლა უკვე შედარებით სქელი რო იყოს კარგი იქნება. ეს თაბახის ფურცელზე წერდი, ეს შეიძლებოდა უბრალოდ რეულშიც რომ დაგეწერათ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არ დაწერთ. ხო, ვიყებთ თვითონ სახატავ ფურცელს, მიდევს ვერტიკალურად. და ქვემოთ ვიყებ სქელ ამჯერად, აი ამ ელემენტების დასახატად, ახლა დავხატავთ ფიგურებს. ვიღებ სქელ ფლომასტერს, ესეც, უმჯობესია რომ სქელი იყოს. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა დახატოთ შედარებით წვრილი ფლომასტერითაც, მაგრამ კარგი იქნება თუ გაქვთ სქელი ფლომასტერი. და ვხატავ წრეს. ანუ აი აქ ძირში ვხატავ მთვარეს. როგორც რესურსს. ქვემოთ. შემიძლია რამდენჯერმე გადავატარო ხაზი, ხო, ქვემოთ. იქამდე სანამ არ მომეწონება, როგორია ეს წრე. ეს შეგიძლიათ გაასქელოთ ეს წრე. გაალამაზოთ. მე თან არადომინანტური ხელით ვხატავ, ასე რომ ორივე ხელი. და შემდეგ აი აქ უნდა დავხატოთ 3 წრე, ოღონდ ეს თითო წრე არის თითო სურვილი. და თუ ერთი სურვილია? სურვილია ერთს ვხატავთ ესე იგი. ოკეი. ოღონდ ეს უნდა განვალაგოთ ისე, რომ დაეტიოს მთვარე ბუნებრივია უნდა იყოს შედარებით უფრო დიდი და ამ სურვილის ფიგურა შედარებით პატარა. ოღონდ ნახეთ, ვკითხულობ პირველ სურვილს, მაგალითად რაღაცა ჩემი შემოსავალია ამდენი და ეგრევე ვხატავ წრეს. ანუ ავტომატურად საზრისი რო ჩავდოთ აი ამ ფიგურაში, უკვე რო დავტვირთოთ შინაარსით. დავხატე და იმაწერა ერთიანი. რომ მივხვდე რომელია. შეგიძლიათ გარეთ დააწეროთ ეს ერთიანი, შეგიძლიათ შიგნით არ აქვს მნიშვნელობა. ერთი სურვილი გაქვს, არ არის აუცილებელი. ხო, თუ ერთი გაქვს, არ არის აუცილებელი. შემდეგ ვხატავ მეორეს, ფიგურა შეიძლება იყოს იმ ზომის, აი გულისხმობ, ახლა ნახეთ, მაგალითად მეორეზე მომინდა უფრო დიდი წრე დამეხატა. ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე სურვილი ჩემი ქვეცნობიერისთვის უფრო მნიშვნელოვანია, უფრო დიდი დატვირთვა აქვს და რატომღაც დამახატინა უფრო დიდი წრე. ვაძლევ ამის საშუალებას. ვაწერო ორიანს და მესამესაც სადღაც აქვე უნდა განვალაგო.
სამეც დავიკითხე და დავხატე. აწერე სამიანი. ვისაც რამდენი გაქვთ სურვილი, იმდენ ფიგურას ხატავთ. და დანომრეთ რომ მიხვდეთ. და შემდეგი ეტაპი ახლა ვიღებ წვრილ კალამს შედარებით აი ამ ტუშისას და ვიწყებ დამუხტვას თვითონ ჯერ ჩემი აი ამ რესურსის, ანუ მთვარის დამუხტვას. როგორ მუხტავ? ნახეთ, ჯერ ნეიროგრაფიკულ ხაზს ვავლებ კონტურის გარშემო, ასე გასწვრივ უფრო სწორედ. შევეცადოთ, რომ ეს ხაზი იყოს გაშლილი, ნუ დავხატავთ აი ესე, ნახეთ. დაჩვენებთ, როგორ არ უნდა დახატოთ. აი მაგალითად წრემაგ და ესეთ ხაზს ნუ დავხატავთ ახლო რომ იყოს ესენი, იმიტომ რომ მას ვერ დავამრგვალებთ, მაგრამ ვერ დავამუშავებთ, ანუ გაშლილი ხაზი იყოს ასეთი. და შემდეგ უკვე შიგნითაც ვმუხტავთ. აი ხა შიგნითაც მეც დავმუხტავ, მარცხენა ხელით შევიყვან ხაზებს. საკმარისი რაოდენობის რო იყოს, ისე რომ აი იგრძნოთ, რომ ეს არის თქვენი ენერგია, ეს ხაზები არის ენერგია, და ეს ენერგიას დებთ სურვილის მატერიალიზებაში. რომ იგრძნობთ, რომ საკმარისია, ჩერდები. ეს არის ახლა გავიარეთ, ანუ სამი ეტაპი უკვე ალგორითმის აქტუალიზაცია, რა არის ჩემთვის აქტუალური სურვილები დავწერეთ. შემდეგ უკვე ოპერატიული ფსიქიკის ანუ გავიარეთ, რა ოპერაციები უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ხო, აგიხსენით და ეხლა უკვე გადავდივართ პირადი ქვეცნობიერის შრე არის ეს. ეხლა რასაც ვამუშავებთ და ვხატავთ. როდესაც გავავლე ეს ხაზები და დავმუხტე ეს მთვარე, ეხლა ვიწყებ მომრგვალებას, ჰარმონიზებას, თითოეული. დავიწყოთ ჰარმონიზება? ხო, დავიწყოთ ჰარმონიზება, ჯერ უნდა გავაკეთოთ მთვარის ჰარმონიზება. მე ჩავსავ კომენტარებს, რამე კითხვა თუ არის ახლა. რამე კითხვა თუ არის პროცესში. კითხვები რა არის და უფრო კომფორტულია შემოდის. ცოტა ნელა ვახსნათ, ვერ გეწავით ამ თორე. შეგიძლიათ მარცხენა ხელით დახატოთ, შეგიძლიათ მარჯვენა ხელით. ლაივს ვინახავთ. ხვალ რომ გააკეთოთ, შეიძლება ოღონდ ხვალ დაიწყეთ, მაშინ დღეს აღარ დაიწყოთ და დღეს ვინც დაიწყებთ, ბოლომდე მოყვებით. თუ არა და შეინახეთ უბრალოდ ეს ლაივი, ანუ რომ შევინახავთ და ასევეთ და ხვალ შეგიძლიათ თავისუფალ დროს, როდესაც გექნებათ თავისუფალი დრო, მაშინ გააკეთოთ. კალამზე გავცემოთ იმას პასუხს, ნახე რაღაც კითხვები. ნახეთ, უფრო კომფორტულია დამწყების ბებისთვის ხატოთ ამ შეტუშის კალმით. არის ზოგი ინსტრუქტორი საერთოდ არ აძლევს ნებას, რომ ხატონ კალმით, იმიტომ რომ კალმით იმდენად, ნახეთ, ეს დაბრგვალებული ჰარმონიზებული ნეიროკავშირები უნდა იყოს ძალიან ესეთი გლუვად და ჰარმონიულად გაკეთებული. არ უნდა იყოს რაღაც ესე უხეშად დამუშავებული, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ იმუშავებს უბრალოდ ალგორითმი თუ იქნება უხეშად დამკვლებული, რადგან თვალით რომ ვუყურებ, სარკისებრი ნეირონები ირეკლავენ და ეს ანაბეჭდივით ხდება ანუ ტვინში და თუ ამას აღიქვავს რაღაცა ბაზი ობიექტებად და ნაჯღაბნად არ ჩაანაცვლებს უბრალოდ აი ამ კონფლიქტს ახალი ნეიროკავშირით და ფაქტიურად აბათილებს მის მოქმედებას. არ იმუშავებს. უფრო მარტივია ეს ჰარმონიზება გავაკეთოთ, აი ეს საშუალო ზომის ცოტა სქელი კალამივით არის ახლა ეს ჩემი, ან ტუშის კალმით ჩვეულებრივი, რომელიც 0.5-იანი, 0.7-იანი ტუშის კალმები, რაც ძირითადად იყიდება ხოლმე. და უკეთეს შედეგს მიიღებთ, თორე იდეაში შეგიძლიათ ხატოთ იმ კალმით და უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება მოგიწევთ და შეიძლება ისე იდეალურად ვერ დაამუშავოთ. ვიზუალურად თუ არ მოგწონს ვიზუალური კმაყოფილება თუ არ გვაქვს რომ არის მომრგვალებული და ჰარმონიული ტვინი არ ჩაანაცვლებს და
არ იმუშავებს. თვითონ ეფექტი არ ექნება. ამიტომ გიზიარებთ უკვე გამოცდილებიდან ისეთ რჩევებს გადლევთ, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს თქვენი სურვილის რეალიზებას. ფურცელი აუცილებლად არ უნდა იყოს, ანუ თეთრი ფურცელი უნდა იყოს ხაზების გარეშე და ეს არის მნიშვნელოვანი ხატვის დროს. სადაც დაწერთ სურვილებს, სადაც წერთ ის, შეგიძლიათ იყოს ჩვეულებრივი ფურცელი, რა ვიცი, ნებისმიერი. იქნება ცალხაზიანი, იქნება უჯრიანი, იმას მნიშვნელობა არ აქვს. ხატვით უნდა ხატოთ თეთრ ფურცელზე, ან თაბახზე, ან ალბომის ფურცელზე უფრო კომფორტულია, რომელიც მოგეპოვებათ სახში. შავ ფერს კიდევ იმიტომ ვირჩევთ, რომ ფერებს მნიშვნელობა აქვს და ფერები ატარებენ, ყველაფერი კონკრეტულ ენერგიას ატარებს და კონკრეტული ენერგიით მოხტავს ჩვენს ნახატს. შავი არის ერთადერთი ფერი, რომელიც არის ნეიტრალური, ამიტომ ჯერ ნეიროკავშირებს ფერის ეტაპზე გადავდივართ მოგვიანებით და ამას ვხატავთ მაქსიმალურად ნეიტრალურად, რომ არ მოხდეს აქ ჩართვა სხვა შრეების ფსიქიკის, იმიტომ რომ ფერი როცა ირთვება, ეს არის უკვე ეგრეგორი არქეტიპის შრე. ფერით დამუშავება როცა ხდება და ეს არის მეხუთე, მეექვსე შრე ფსიქიკის და ჩვენ ჯერ ვხატავთ მესამე ეტაპს. მესამე ეტაპზე ფერის ჩართვა არ არის მიზანშეწონილი, ესე ვთქვათ. ჯერ დავამუშავოთ უნდა ეს შრე, რომ არ ვიხტუნაოთ მესამესა და მეხუთეს შორის. ამიტომ გვაქვს რომ ხატოთ შავი კალმით და შემდეგ გამოცდილი ნეიროგრაფები, ვინც უკვე დიდი ხანი ხატავენ, იმათ აძლევენ მერე უფლებას უკვე. ახლა ინსტრუქტორებიც ხატავთ ხოლმე სხვა ფერებით, მაგრამ დამწყებთათვის არ არის რეკომენდებული. თუ ხართ ორიენტირებული, რომ მაქსიმალურად მიიღოთ შედეგი, ეცადეთ, რომ ინსტრუქციებს მიყვეთ ბოლომდე. წლების და გვარად და ბოლომდე. და ხაზო ფურცელზე დავიწყევ და ანუ ჯობია რომ გადახატო, ხო, ჯობია რომ გადახატო და ხაზო ფურცელზე აზრი არ აქვს. ეს ეტაპი აქტიურად. თქვენ შეიძლება ვერ მოასწროთ ყველას დამრგვალება, მაგრამ მე მინდა რომ მოგცეთ სრული ალგორითმი, რომ ამ ერთ საათში ჩავეტიო. ამიტომ თქვენ უბრალოდ სადაც ხართ იყავით, იმ ეტაპზე ხატეთ, გამოყვევით, მე გადავალ შემდეგ ეტაპებზე. ამ ჩანაწერს ლაივის თვითონ ანი შეინახავს და შეძლებთ რომ ისევ ჩართოთ და გააგრძელოთ იქიდან, სადაც რა ეტაპზეც იქნებით. ესე იგი, მთვარის დამუხტვას და ჰარმონიზებას მოვჭი, ახლა დავასრულე და გადავდივარ შემდეგ ეტაპზე. ანუ ამ მთვარის ენერგია მთვარიდან მინდა რომ ავიტანო ახლა სურვილებში. ამიტომ მთვარის ფიგურიდან ვიწყებ ხაზების გავლებას, აი აქ შეგიძლიათ ახლა გამოიყენოთ მონეტა. ნახეთ, მთვარის შიგნიდანაც შემიძლია ეს ხაზების გავლება, რომ დავიწყო ნებისმიერი ხაზიდან, ოღონდ ცარიელი ადგილიდან არა. ნახეთ, ყველა ხაზი სადღაც ერთდება, არც ერთი ხაზი არ არის არსად გაწყვეტილი. ამიტომ ან ხაზიდან ვიწყებ, ან შემიძლია კონტურიდან დავიწყო თვითონ მთვარის. ნახეთ, მიმყავს ნეიროგრაფიკული ხაზი ამყავს და შემყავს სურვილში და გავდივარ ფურცლის გარეთ. ანუ გავიარე ამ ხაზით სურვილზე და გავიტანე. სამ-სამი ხაზი უნდა გავავლოთ, მინიმუმ 3 ხაზი. აქ რო ჩავეტიო დროში, ვავლებ 3 ხაზს თითო სურვილისთვის. შენ რადგან ერთს ხატავ, ანი, შეგიძლია რომ 4-5 ხაზიც გაავლო იმ შენი სურვილისკენ, რადგან ერთი გაქვს.
დაიმუხტოს უფრო მეტად. აი ნახეთ მეორე გავავლე და მესამესაც გავავლებ. აი ესე მონეტით გავიარე და გავედი ფურცლიდან. ახლა მონეტის გარეშე ვაგრძელებ. თქვენ შეგიძლიათ მონეტით გავაგრძელოთ, შემყავს მეორე სურვილში, გავდივარ. ისევ გავედი. მესამე გავიარე სურვილზე გავედი. ახლა მესამე სურვილს მოხდავ. 1 2 და 3. ეს ხაზები რო გავავლე სურვილების მიმართულებით და გავიარე სურვილების ფიგურებზე, შემდეგ თვითონ მთვარის ფიგურიდანაც, იმისთვის რომ დაუკავშირო სივრცეს გარშემო, ასევე ვავლებ 1 ხაზი, 2 ხაზი, 3 და 4. თვითონ მთვარიდანაც 4 ხაზი გაიყვანეთ ორი მხარეს, ორი მეორე მხარეს დავაკავშიროთ სოციუმს. ეს არის უკვე კოლექტიური არაცნობიერის ეტაპი ფსიქიკის. სადაც შევდივართ და ვიწყებ ისევ დამრგვალებას, ანუ უკეთებ ჰარმონიზებას ახლა ყველა იმ გადაკვეთას, რაც წარმოიქმნა და ნახატს შეხედეთ ხოლმე ყოველთვის და აღიქვით თუ ყველა გადაკვეთა, რომელიც პროცესში წარმოიქმნა, ეს არის ყველა მიკროკონფლიქტი, რომელიც მუშავდება ახლა ამ დროს მისთვის რომ თქვენი სურვილი მატერიალისტეს. უხეშად რომ თქვა, აშორებთ ყველა წინაღობას, ყველაფერს, რაც ხელს გიშლით. აი, რამდენი გადაკვეთაც არის, მაგდენ წინაღობას ამუშავებთ. თუ გძნობთ დისკომფორტებს სხეულში, მაგალითად, ეს ნორმალურია. ამაზეც მოგეყვებით, შეგიძლიათ ღრმად ისუნთქოთ, ორივე ფეხი შეეცადეთ, რომ გქონდეთ არად იატაკზე დადგმული. ფეხი ფეხზე ეცადეთ, რომ არ გადაიდოთ. მაქსიმალურად ისუნთქეთ ღრმად და მოადუნეთ ამ უსუნთქვაზე სხეული, რომ გავატაროთ ის ენერგია, რომელიც მოძრაობს ამ დროს სხეულში. ფაქტიურად თქვენი ენერგია სასიცოცხლო ახლა მიემართება ამ ხაზებით ფურცელს. შეიძლება იგრძნოთ ცოტა გულისრევის შეგრძნება იცის. ანუ არ შეგეშინდეთ არაფრის, რასაც იგრძნობთ ახლა, როგორც კი ხატვას მორჩებით, ეს თავისით გაივლის, ანუ არაფერი ცუდი არ ხდება. ვერაფერს ვერ დაიზიანებთ. შეიძლება იგრძნოთ თავის ტკივილი, მაგალითად, გულისრევის შეგრძნება გქონდეთ, თვალები გეცრემლებოდეთ. ზურგი აქტივდეთ, ხელი თითქოს გიშეშთება და არ გიჯერებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ვეხებით ისეთ პროგრამებს და სტერეოტიპებს, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები და ეხლა რომ ვცვლით, იმი ამაზე რეაგირებს და წინაღობას გვირთავს სხეულებრივს, იმისთვის რომ შევჩერდეთ და აღარ გავაგრძელოთ ეს შეცვლის ცვლილება ხატვა. რომ მისთვის ყველაფერი, რაც ეხება ახალს და ცვლილებას, რაც შეეხება, პოტენციურად უკვე საფრთხეა. იმიტომ რომ არ არის ნაცნობი. უკუ პროცესს ვერ ჩაირთავთ, ანუ დადებითიდან უარყოფითისკენ ვერ გადმორთავთ ვერაფერს. ჩვენ მუშაობთ მხოლოდ კონფლიქტებთან, ამიტომ ამისაც არ შეგეშინდეთ, რომ აი რამეს არასწორად ვიზავეხა და რაღაც პირიქით ცუდი რამე დავემართება, ამის არ შეგეშინდეთ. მსგავს ფიქრები თუ მოგდით, ეს არის ერთ-ერთი ფორმა, ასევე წინაღობის მენტალური. უბრალოდ გააგრძელოთ ხატვა. და თუ არის რაღაცა გარემოება, რომ გაგაჩეროთ, ჯობია რომ გაჩერდეთ და სუსუ ახრიდან დაიწყო, ხვალიდან, ხო? ანუ ეგ რეკომენდაციას ასრულეს დღეს? არა, იმ მაგალითად ვიღაცას არ ვიცი გაუწყდა, ან შეაწყვეტინეს, ან აღმოჩნდა, რომ სახაზავიანი ფურცლით წერს, არ აქვს სუფთა ფურცელი. ამ დროს რა ჯობია, როგორ მოიქცნენ?
საერთოდ თუ ესეთი მდგომარეობაა ხოლმე, რომ თქვათ რაღაცის გამო რაღაც ხდება ისეთი და მე დავასრულე, ჯობია რომ მიიყვანოთ დაწყებული ეტაპი ბოლომდე, იქ შეჩერდეთ, აი მაგალითად, ვინც დამუხტეთ მთვარე, აი მთვარის ჰარმონიზება გაუკეთეთ და გაჩერდით, ნუღა გაავლებთ აი ამ ხაზებს. ნუ გადახვალთ კოლექტიური არაცნობიერის აი ამ ხაზების ეტაპზე და გააგრძელეთ ეს ეტაპი ხვალიდან. სუახლიდან და ხა ვისაც ხაზიან ფურცელზე აქვს, ბუნებრივია იმან ჯობია რომ თავიდან დახატოს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ხაზიან ფურცელზე ხატოს. ან ვინც მომყვებით მაგალითად ხა ამ ხაზებსაც დაამგვალებთ და ფერზე რო გადავალ პირობითად, მაშინ გაგიწყდათ მაგალითად ეთერი, ან არ ვიცი, რაღაც ოჯახის წევრებს უნდა დაუბრუნდეთ, ან დრო აღარ გაქვთ. ამ შემთხვევაში ნუღა გადახვალთ ფერზე, მორჩით აი ამ ეტაპს დაასრულეთ და ხვალ ჩართეთ მერე ეთერი და გააგრძელეთ ფერის ეტაპიდან. ანუ ეტაპი არ უნდა გავწყვიტოთ დაწყებული. ეს არის ჟანრ დავტოვოთ დაუსრულებელი რა თვითონ ეტაპი დამუშავების. იდეალურია, როცა თავიდან ბოლომდე ერთი და იგივე დღეს ხატავ. ანუ კარგია, როცა დახატავ და შემდეგ დაიძინებ, იმიტომ რომ ღამე ინსტალირდება ხოლმე, როგორც მე ვეძახი, ეს ახალი ნეიროკავშირები კარგად. შეიძლება გქონდეთ სხვათა შორის მოჭარბებული რაღაც არის უცნაური ან ფერადი ან ბევრი სიზმრები. ზოგჯერ იცის რაღაც არც ისედაც შეიძლება გქონია შემთხვევები, რომ ცოტა რაღაც ისეთი არასასიამოვნო სიზმრებიც გქონიათ, იმიტომ რომ დიდი პროცესი მიდის მოკლედ ქორწინებაში, ეს არაფერს ცუდს არ ნიშნავს, არ მიაქციოთ ამას ყურადღება, უბრალოდ ძალიან აქტიურად მუშაობს ღამე, როცა გძინავთ, ცნობიერი ნაწილი რო დუნდება, ქორწინებაში ამ ყველაფერს ამუშავებს, ამცვლილებებს და ესეც ნორმალურია და არ შეგეშინდეთ. თუ ზედმეტად ბევრი სიზმრები დაგესიზმრათ, ან იცი რაღაც vivid dreams რო ეძახიან. შენ როგორ მიდის შენთან საქმე? ხოდა ჩემთან მოკლედ მე ჩემს დავაბარე დღეს, რომ ატრიბუტები მომემარაგებინა, იმიტომ რომ მე დღეს თელი დღე გამოფენაზე ვიყავი და მიყიდეს ლურჯი ტუშის პასტა. ვიცით არ დავიწყე და დავიწყე სქელი ფლორმასტრით და დიდად ახარბია მდგომარეობა. მაგიტო გიტყვებს რომ ხვალიდან რომ გავაგრძელო და ხიდან შეიძლება. ხო, იცი. თუ ძალიან სქელია ფლომასტერი, აბა შემოხედე. ელია უსქელესი არის. სქელია, მაშინ ჯობია რომ ახლიდან დახატო კალმით. და სქელია. ეხლა რა შვები, იცი ფაქტიურად, აი მაღალი ძაბვის რო არ არის საჭირო. აი სვარკისთვის რო კაპელებია ხოლმე, ეგეც კაპელს მეშვები რა ქვია. იყენებ ტელეფონის დასატენად, აი დაახლოებით ეგ ამბავია. პატარა აქვს მითხარი. ხო, იცი რა არის, ეხლა რაც ბევრი გაიყვანე უკვე ხაზები? ეს თუ თვალი არ ჯერ. თუ გავიყვანე. გაიყვანე. აბა ჩამიგდე მე მაშინ. პირად შეერთდით შევხედავ და გეტყვი რა უნდა ქნა. იცი რა არის, ეხლა ვერ ჩაგიგდებ ერთი ტელეფონით ვარ, მაგრამ არა რაღაცა არის. ხო, მოხდა მოკლედ. არა. თუ ხაზები გავლებული გაქვს, არა უშავს დაამიკვალე მაინც ისე. აი, რაც მაგას ვაკეთებ და იმის იქით არ წავალ. იმის იქით აღარ წახვიდე, ხო. აი ეს ორმხრივი ფლომასტერები კი არა და ტუშის ისინია ხოლმე ძალიან კარგი რა, აი ესეთი აქეთ ძალიან წვრილი აქვს. მაგრამ აქეთ აი საშუალო და ძალიან მოხერხებული ელის არის ეს და მოხერხებულია და აბსოლუტურად თალკერვეული მაქვს მაგისტვის გამოყოფილი და ასე შემდეგ, თუმცა ხო, ეხლა თბილისში არ კანონურად გადავწყვიტეთ. ხო. კარგია რომ ჩანაწერი გვექნება და ხო, ჩანაწერის მიხედვით ხვალ შეგვიძლია
ვინც ჩემნაირად ცოტა რაღაცები არ გამოგივიდათ, мотиваცია არ დაიგდათ, პირიქით ესეც ერთგვარი ჩელენჯი არის, რამდენად გაქვს ნებისყოფა და რამდენად შეგიძლიათ თუნდაც ის რაღაცა რაც წინაღობა გხდება, შეხედო მაგას, მიიღო მოცემულობა და ეძებო ახალი გზები, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დაჰარმონიზო. ასე რომ ისედაც ხო არ ხდება ხოლმე რაღაცეები ყველა. შენ შეიძლება ხო რაღაცნაირი განსეთი დასვენებული ენერგიით შეიძლება ამ დახატო. შენ ვიცი რომ ძალიან დატვირთული დღეები გაქეხა. შეიძლება ეგეც. ყველას ხო. როგორ ჩაიარა შენ მათგან? კარგად. ხვალ 3 საათზე და 6 საათზე ვინც ბათუმში ხართ გელოდებით. აღარ მე მგონი იმდენი ადამიანი მოვა, რომ ცოტა ადგილები ძალიან ბევრი ბილეთი გავყიდე. მოსვლა უფასოა. უფასოა, შემოსვლა უფასოა. ეს ისე ხუმრობით, თუმცა გელოდებით საინტერესო მანიფესტაციის დღეზე. მეც მოვიდოდი შემოვნებით, მაინც რა ვიყო. ესე იგი, ეს ეტაპიც დავასრულე, ნახეთ. ჰარმონიზება გავუკეთე ყველა კუთხეს. და ახლა გადავდივარ ფერის ეტაპზე. ბოდიში ის ხაზიანი ფურცელი რაზეც წერდიო გადავაგდო, ხო? ნუ ალბათ ხო, ჯობიერო. ხო, ჯობიერო გადავაგდო. კი, ანუ მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მგეშინი არაფერი ცუდი არ მოხდება. გადავაგდე და უბრალოდ ხვალიდან ახლიდან დახატე. ეხლა აი ამ ესეთი ნებით გავაფერადებ ფლომასტერებით, რომ სწრაფად მოხდეს, ეს ყველაზე მოხერხებულია ხოლმე ჩქარა, როცა გჭირდება. ისე ფანქრით თუ გავაფერადებთ, ახლა მე რომ მოვასწრო ამით გავაფერადებ, მაგრამ ყველაზე ეფექტური არის ხოლმე ფანქრის გამოყენება, იმიტომ რომ ფანქარზე უფრო აქტიურად მუშაობს ხელი. აქ მნიშვნელოვანია ძალიან ეს მოტორიკის ჩართვა, რაც უფრო ინტენსიურად აფერადებ. ესე, მით უფრო ბევრ ენერგიას აგენერირებს, ესე ვთქვათ, შენი ხელი და უფრო მეტ ენერგიას დებ. ამიტომ მე გირჩევთ, რომ თუ გაქვთ საშუალება, აი მაგალითად მე კიდე თუ დახატავთ მეორედ, ხო ეს ერთხელ კი არ არის, თან რაც მეტჯერ დახატავთ, მით უფრო მეტი ეფექტი ექნება. ამ ნახალის გამეორება შეიძლება, აი დღეს ვინც დახატავთ, თქვათ შეგიძლიათ 2 დღე აცადეთ, 3 დღე, მერე კიდევ დახატეთ. იგივე სურვილებზე კი ჩვეულებრივად შეუძლიათ 2-ჯერ, 3-ჯერ დახატონ, რა ვიცი, ანუ ყველასთან სხვადასხვანაირად მუშაობს ხოლმე. ახლა მას ფერებს ავხსნი, დავიწყებ გაფერადებას და აი მოგიყვებით სხვადასხვა შემთხვევები მაქვს აი ამ ხატვების რაოდენობასთან დაკავშირებით. ნახეთ, რა არის ახლა მნიშვნელოვანი ყველაზე უფრო ფერებში. ეს მთვარე გავაფერადოთ რამე კაშკაშა თქვენთვის საყვარელი ფერით, იმისთვის რომ აი ეს რესურსი ხო, რომელიც სხვა ენერგიაა. გინდათ, მე ხა მომინდა რომ ყვითელი გავაკეთო, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ სიცის ფერი, ვარდის ფერი, ნარინჯის ფერი, რა ფერიც გინდათ, თქვენთვის რომელიც უფრო აი ამას ვამბობ, ნახე, ეს ხა მალე აფერადებს, ფანქარს მეტი ძალისხმევა ჭირდება. ოკეი. გავაფერადე. და რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ მთვარე გააფერადეთ ერთ ფერში და შემდეგ აი აქ უკვე შეგიძლიათ რომ სხვა ფერებიც ჩაშალოთ, მაგრამ არ უნდა გავაფერადოთ მოზაიკურად. თითო ფრაგმენტი. არ უნდა დავშალოთ ეს ნახატი, დავაკუცმაცოთ იმისთვის, რომ აი ეს უფრო ნაკადილით იყოს ეს ფერები, ნაკადებივით იყოს ენერგიის ნაკადები, რომ ვთქვათ, იგზნობოდეს, იმიტომ რომ ფერიც არის ენერგია. აი ეს არის სწორედ ის ლეველი, ახლა რომელსაც ვამბობდი, ფსიქიკის, ანუ არქეტიპები და ეგრეგორები. და თუ კი ამ შრეზე გვაქვს რამე ბლოკი, მაგალითად, როგორი შეიძლება იყოს, ნახეთ, ეგრეგორის ბლოკი, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ, სტერეოტიპი მაქვს, ან რაღაც რწმენა წარმოდგენა მაქვს, იმიტომ რომ ვარ ქართველი, მაგალითად. ან რაღაც ცხოვრობ, იმიტომ რომ ვარ ჩემი გვარის წარმომადგენელი. აი შეხედეთ რა არ შეიძლება რომ გავაკეთო ფერის დროს. აი მაგალითად ხა ეს ერთი გავაკეთე ვარდისფერი და აქ რო გავაკეთე გვერდით ცისფერი, აქ ყვითელი, აქ მწვანე და ესე დავაკუცმაცო. მინიმუმ 2 ფრაგმენტი უნდა იყოს გვერდ ერთი და იგივე ფერის. აი ხა შემყავს ეს ფერი სურვილშიც, ნახეთ.
გავიარე აქ მთლიანად გავაკეთე სვაიპის ფერს და გავაკეთე ასე მინდა რომ ეს ნაკადი თითქოს ასე მიდის შემიძლია უფრო მარტივადაც გავაფერადო სურვილები გავაფერადო ასევე სხვადასხვა ფერით და აქ ფონი გავაფერადო სხვა ფერით რა მთლიანად ესეც შეიძლება მაგალითად აი ეგრე გავაკეთებ ახლა ამ მეორე ბურთზე ნახეთ აი ეს ბურთი გავაფერადო მეორე სურვილი ერთ ფერში ანუ სხვადასხვა ვარიაციებია ისეც სწორია ასეც სწორია როგორც მოგინდებოდ რაც უფრო დიდი ფიგურები იქნება ახალი ფერით მით უფრო მეტი სიღრმეში ჩადის უფრო დამუშავება და აი ვთქვათ ეს მესამე გავაკეთე ნარინჯის ფერი ამ შემთხვევაში შემიძლია მაგალითად ეს ფონი აქ გავაკეთე რაღაც ერთი ფერის ხო აი არ ვიცი ლაივი თუ გაიციშება იცოდეთ რომ ახრიდან შემოვალ ამას დავასეირებ და ახრიდან შემოვალ რომ იცოდეთ ხო წესი წუთში ახლა გავასწრებ ყველა ეტაპის გავლას მაგრამ თუ გინდათ კითხვების დასასმელად შეგვიძლია შემოვიდეთ და მერე თუ გინდა ის აღარ დაასრულოთ როგორც გინდა ხო ამას რასაც დახატავთ და დღეს თუ დახატეთ შეგიძლიათ სამ თვარის შუქზე დატოვოთ მთელი ღამის მანძილზე თავის სურვილთან ერთად და პიკამდე 22-31-მდე საქართველოს ველზე 1 აგვისტოს როდესაც იქნება კულმინაციური მომენტი მაგ დროსაც შეგიძლიათ რომ გარეთ გედოთ მთვარის და მზის შუქზე ანუ ხვალ დღისით თუ დადებთ დღის შუქზე დაიმუხტება და მთვარის შუქზეც თუმცა როგორც კი მოსაღამოვდება 22-31-მდე გარეთ გქონდეთ გატანილი და შემდეგ შემოიტანეთ და გაიკრათ თვალსაჩინო ადგილას ხო და კიდევ ეს ახალი ის მოვიფიქრე რასაც ვაკეთებინებ ხალხს ძალიან კარგად მუშაობს ტელეფონის ეკრანზე დაიყენეთ და რაღაცა პერიოდი ატარეთ სკრინზე ტელეფონის ეკრანზე ატარეთ რაც უფრო ხშირად შეხედავთ რამდენჯერაც შეხედავთ იმდენჯერ აირეკლავს ანუ და ეს ანაბეჭდი აისახება ნეირონულ კონტურზე ახალზე ეს ახალი ნეიროკავშირები და მით უფრო მალე და უფრო საფუძვლიანად მატერიალიზდება ის, რასაც ხატავთ. ანუ ძალიან ხელს უწყობს, რაც ხშირად შეხედავთ, ის ფაქტიურად ხო თვალით ხდება მთელი ეს პროცესი. ხო და რაოდენობებზე რომ მინდოდა მეთქვა. ნახეთ, ანუ არსებობს შემთხვევები, როცა აი მაგალითად ზუსტად სავსე მთვარეობის ალგორითმი რომ მქონდა ადრე, ცოტა სხვანაირი ის რო ხატა გოგონამ, თან ხატა ლაივის ჩანაწერით პირდაპირაც არ მოსულა ესე ჩემთან ლაივი ნახა ინსტაგრამზე და იმით ხატა. ხო, ჩემთან დევს ორი ალგორითმი შეგიძლიათ კიდე ისიც მოსინჯოთ, ესეც ხატოთ და ის ორიც. იქ შიშების გაშვებაზეა და სტრესის ერთი და წყენების. და მოკლედ დახატა თავისით ესე სამსახურში დაწინაურება, რომელსაც ელოდა აპრილში ხატა. ელოდებოდა სექტემბერში იყო ეს რაღაც ცვლილებები დაგეგმილი მასთან სამსახურში და 4 დღის შემდეგ დაუძახა უფროსმა და 2 პოზიციით ზევით დააწინაურა და ხელფასიც მოუმატა. ანუ ესეთი შემთხვევებიც არსებობს, რაღაც ჯადოსნურად ერთ ხატვაში. ბევრი მაქვს ესეთი შემთხვევა. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც თქვათ, მეტი პროგრამა აქვთ უხეშად თქვათ, რა შიგნით გადასამუშავებელ, გადასაკეთებელ, გადასაწერი. ამ კონკრეტულ რაღაცასთან მიმართებაში და ახლა მინდა ამ ფერს დამატებოთ. ამ შემთხვევაში ორჯერ, სამჯერ, ანუ დახატეთ, რაც მეტად დახატავთ, ისედაც ძალიან თერაპიულია, ისედაც გასწავლით ძალიან ბევრ რამეს სხეულზე დაკვირვებას, შეგრძნებებზე დაკვირვებას. ყურადღების პრაქტიკა არის, ფაქტიურად მედიტაცია არის, ოღონდ უფრო დინამიური. ასენა გაითიშება ლაივი? როგორ? თუ ეს ერთი ეტაპი დაგვრჩა კიდე. ხო, მოდი, გინდა შემოვიდეთ თუ მოდი დავიწყოთ თუ გაწყდება. ხო, თუ გაწყდება.
ხო, ნახეთ, ბოლო ეტაპი არის აბსოლუტის ხაზი, სქელი მარკერით ვავლებ 2 ხაზს ხა ამ ფურცელზე, ქვევიდან ზევით ავდივარ, მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიწყებ, ფურცლის კიდეში ვიწყებ და შევდივარ მთვარეზე, გავატარებ ჩემ ხაზებზე, გავივლი სადღაც, მერე ისევ ჩემ ხაზს მივყვები, აქაც ჩემ ხაზს მივყვები და გავედი, ერთი ხაზი გავატარებ. ეს ხაზი უნდა იყოს ბევრად უფრო სქელი, ანუ უნდა ხედავდე ეგრევე ნახატზე, იმ სისქე უნდა გავატაროთ, რომ უნდა ჩანდეს, რომ ეს არის აბსოლუტის ხაზი. აი ეს არის იმ მაღალი წაბლის ხაზები, მაღალი ენერგიის, სამყაროს ენერგიის, რომელიც გვეხმარება და ამ ხაზს მივცეთ დატვირთვათ ან შინაარსობრივი უპირობო სიყვარულის და მადლიერების. ერთი იყოს უპირობო სიყვარულის და მიმღებლობის, აი ეს ერთი და მეორეს ვავლებ ეხა კიდევ მადლიერების ხაზი, რაც მუხტავს საოცრად და ფაქტიურად ამ ხაზის გავლებით მანიფესტირებთ, რომ ჩვენ ვუშვებთ ხელს კონტროლს, არ ვაკონტროლებთ რა გზით მოვა ეს სურვილი ჩემთან, მე რომ აქ თავში დაგეკმილი ისე კი არა, აი რა გზითაც მოვა, მოვიდეს, რომელიც უფრო მარტივია და რომ სამყარო მიცის როგორ ჯობია ჩემთვის, რომელია უფრო მარტივი და ჩემთვის სასიკეთო გზა. აი მაგის მანიფესტაცია არის პრაქტიკულად ეს ბოლო ეტაპი. ეს ხაზები რო გავავლე, თუ თუ ჩემ ხაზებს მივყვები ძირითადად ძალიან მინიმალურად დამრჩება მოსამრგვალებელი, მაგრამ სადღაც ნახეთ აი ეს კუთხეები ისე წარმოიქმნა და ამასაც ვამრგვალებ და ამით პრაქტიკულად ალგორითმი დასრულდება. ბოლო ეტაპი არის ეს. ბოლო ეტაპი არის ეს. აი ხა ვამრგვალებ ყველაფერს, სადაც კი რამე გადამიკვეთა ამ ხაზებმა და თუ სადმე ვხედავ, რომ ბასრი კუთხე წარმოიქმნა, ამას უკეთებ ჰარმონიზებას და ამით ვასრულებ. ეს არის გაგვეთიშება, რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ლაივს ვინახავთ. ხა. ფურცელს ვინახავთ, შეგვიძლია Z ფოტო გადავიღოთ, wallpaper-ზე, ტელეფონის screen-ზე დავიყენოთ. რომ ხშირად შევხედოთ ხოლმე. მუქ ხაზებს უკვე არსებულზე ვატარებთო? ანუ კი, არსებულზე ვატარებ. შევეცადოთ, რომ არსებულებს გადავატაროთ. სადღაც შეიძლება გადახდეს სხვაგან არ გქონდეთ ხაზი, მაგრამ ძირითადად ეცადეთ, რომ მიყვეთ უკვე არსებულ ხაზებს. ბოლოს ორი სქელი ხაზი, ერთი იყო უპირობო სიყვარული და მეორე იყო მადლიერება. ეს კონკრეტულად რაც მოგიმზადათ სეკუნა მანიფესტაციის ტექნიკა არის სავსემთვარობის ენერგიებზე შექმნილი, ესე რომ ვთქვათ, ეს ალგორითმი და ხვალ 1 აგვისტოს ჩათვლით დღის ბოლომდე შეგიძლიათ რომ დააპრაქტიკოთ და დახატოთ. შევინახავ რა თქმა უნდა. ზოგადად ხატვა ნეიროგრაფიკის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუმცა კონკრეტულად ეს მოვამზადეთ, ესე რომ ვთქვათ, თქვენთვის სავსემთვარეობის ამბავში. შეგიძლიათ სხვა დღესაც, მაგრამ ესეთ ამ ფურცელს გავყოთ. შევინახოთ არა? კი, შეინახეთ. ის ფურცელი, სადაც სურვილები გიწერიათ, შეინახეთ. ორსულებისთვის თუ არის რეკომენდებული? ვისთვის? ორსულებისთვის, რა თქმა უნდა, ანუ არანაირი ის არ არის ჩვენება. 5-6 წლის ბავშვებისთვისაც შეიძლება, ანუ ბავშვს რო გააგებინა უბრალოდ ისე, რომ გაიგოს, რომ სწორად დახატოს იმასაკიდან, რაც თუ უფრო პატარასაც ესმის, ჩემი შვილი ხატავს რავი 4-5 წლიდან და ავტორის შემქმნელიც, კერად ამის შემქმნელიც იწახის ის კაცი, რომ 4 წლიდან ხატავს ჩემი შვილია და მაგრამ ბავშვები ძალიან სწრაფად ხატავენ, ცოტა აქვს დასამუშავებელი, 15 წუთში ხატავენ ხოლმე. შეიძლება გვერდები მოუხიოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა ჩავდოთო. ეს ვერ გავიგე, კითხვა მოუხიოთ, რას ნიშნავს? არ გავიგე. სხვა სავსემთვარეობა შეიძლება ხატოთ, ისო? სავსემთვარეობასაც შეგიძლიათ და ახალ მთვარესაც შეგიძლიათ ხატოთ. ეს კონკრეტულად ეს ალგორითმი. კი, ახალ მთვარესაც შეუძლიათ რომ ხატოთ. ერთმა მოჭარბებული ენერგია
ენერგიები ამ თვარის მოკლედ მაშინ. ერთი გოგონა იწევს გოგოერა, ჩემი ნახატი შემეშნა წინა პლანზე ამოვიდა შიში და საქმის ბოლომდე არ მიყვანა. აი ნახე ამოგიგდო რაღაცა ესე იგი რაც დასამუშავებელი გაქვს სავარაუდოდ ეგ არის რაც გიშლის ხელს სურვილთან მიმართებაშიც. ამ დროს შეიძლება ემოციებიც წამოვიდეს. უბრალოდ ჩვეულებრივ ჯობია რომ დაასრულებ გაივლის ყველაფერი. ეს ემოციაც, ეს რაღაცა დისკომფორტები ემოციური, ფიზიკური და მენტალური ყველაფერი არის როგორ გითხრა ეს არის ტვინი გირთავს წინააღმდეგობას იმისთვის რომ არ დაასრულო, არ შეცვალო. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამ დროს პირიქით რაც უფრო ძლიერი წინაღობა ირთვება ნიშნავს რომ ნიშნულოვან რაღაცას ამუშავებ და მე ვეუბნები ხოლმე როცა ვხატავთ სულ რომ პირიქით გიხაროდეთ ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას შეეხეთ სიღრმისეულს და მაგარია ძალიან. უბრალოდ მიიყვანეთ ბოლომდე. შეგიძლია გაჩერდე ისუნთქვა, უფრო სუნთქვას მიაქციო ყურადღება ჩაისუნთქვა, მოისუნთქვა, მოეშვა, გააგრძელო ხატვა. მე გირჩევ რომ დაასრულო, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაივლის როგორც კი დაასრულე. ეს არის ჩვეულებრივი წინაღობა. გავასრულო ეს სურვილები საერთოდ აღარა მიხდება? ნაწილობრივ რაღაცეები დაგიმუშავდება. საერთოდ არ ხდება და რაღაც ცუდი არ მოხდება. ანუ უკუსვლით არაფერი არ მოხდება. რამდენიც დახატე, იმდენით რაღაცეებს დაამუშავებ ამ სურვილებთან მიმართებაში. პიკი არის 1 აგვისტოს 22-31-ზე. ოკეი. მე გირჩევთ რომ ბოლომდე გაიაროთ. ეს გზა და მეყოფილებაც გექნებათ მერე ბოლოს. გავაგრძელო თუ ახლიდან დავიწყო? არა, ბოლომდე დაასრულე. ბოლომდე დაასრულეთ, ხო. ჯობია რომ თუ მიყვებით წესებს ჩვეულებრივ ეს ნახატი დაასრულეთ როგორც არის. ახლიდან ნუ დაიწყეთ. მეტი მწვანე ფერი რამის ნიშნავსო? მწვანე ფერი არის სიახლის ფერი, ანუ ჩინური აღმოსავლური დაოსური ფილოსოფიით თუ განვიხილავთ არის სიახლის რაღაცა ახალი საწყისი, სიცოცხლე, ბავშვი, თამამად ნაბიჯების გადადგმა და თუ ჩაკრალურად შევხედავთ, ჩაკრების მიხედვით უპირობო სიყვარულის სფერია. ანუ ისეც შეიძლება გავუკეთოთ ინტერპრეტაცია ასეც, მაგრამ ზოგადად მე მეუბნები ხოლმე ყოველთვის, რომ პირველი შენი რაც არის ასოციაცია მწვანე ფერთან, იმას უნდა დაუკავშირო პირველ რიგში. ანუ შენი ქვეცნობიერი გესაუბრება შენივე ენაზე, შენთვის რაც არის მწვანე და რასთან ასოცირდება, აი მაგას დაუკავშირე. აი ორი კითხვა და გავასრულოთ. აკვარელის ან აკრილის საღებავით შეიძლება და არა, იმიტომ რომ ხელი უნდა მოძრაობდეს და აკვარელი ნუ ერთი გადაედინება და ვერ ჩასვა ამ ხაზებში და უბრალოდ არა აქვს მოძრაობა და აქ არის მნიშვნელოვანი მოძრაობა ხელის, მოტორიკა, ამიტომ ვამბობდი ფანქრებზეც, რომ აი ეს სწრაფი მოძრაობები, რაც უფრო სწრაფად ამოძრავებ ხელს და ინტენსიურად, მით უფრო აქტიურდება ენერგია. საღებავით ეს ვერ მოხდება, ამიტომ ჩათვალეთ, რომ ფერის ეტაპს გამოტოვებთ, არ დაამუშავებთ მაგ შრეს ფსიქიკის. ჩემი შავი მარკერი გაყვას სხვა ფერის ყველაფერს შავი ტონი მიეცა. ეტყობა გაიძღაბნა, ხო? არა უშავს, ანუ მაგას არანაირი ზეგავლენა არ აქვს იმაზე შენ შედეგზე, უბრალოდ ვიზუალურად ალბათ ცოტას გაღიზიანებს, მაგრამ შეეცადე რომ მაგას ყურადღება არ მიაქციო და დაასრულო. 1000 რაღაცა შეიძლება მოვიდეს ახლა. მიზეზი იმისა, რომ არ დაასრულოთ, მაგრამ მე გირჩევთ, რომ უკვე ამდენი ენერგია ჩადეთ 1 საათია, გვისმენთ, ხატავთ, ჯობია რომ დაასრულოთ და გახსოვდეთ რისთვის ხატავთ. სურვილები ძალიან თუ გინდათ. გადაიკითხეთ ხოლმე სურვილები, გადაიკითხეთ. ბექგრაუნდი რომ მარტო ორი უნდა იყოს, ბექგრაუნდიო ფერია. არა, შეიძლება მეტი იყოს, ოღონდ ძალიან ნოაჭრელებ. ნახე, ფიგურა და ფონი არ უნდა შეერიოს ერთმანეთს. ოკეი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ და მედია რომ შეიძლება რამე უსმინოთ, გაკეთებით ესე ჯობია რომ თავიდან ბოლომდე პროცესში იყოთ ჩართული და აი ამ პროცესში მიიღოთ სიამოვნება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გააზრებებით მოგივათ რაღაცეები საკუთარ თავთან გაატარეთ ეს და ჩაუღრმავთ.
რა ფიქრებით? რაც გეფიქრებათ, არაფერი არ გეფიქრებათ ამ დროს ტყუილა, იმიტომ რომ ის კონტურია გააქტიურებული, რომელიც ამსურვილებზეა ტვინში. არაფერი არ მოგდით ტყუილა, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, პირიქით დააკვირდით, რაზე გეფიქრებათ, რა ემოცია მოდის და ასე შემდეგ. პირიქით დააკვირდით, რა პროცესებში ხართ. ოკეი, მე მიხარია რომ ისიამოვნეთ. და მადლობა. მიზნების დასრულებას, უფრო მეტ კრეატიულობას, უფრო მეტი თავისუფლების შეგრძნებას თქვენს ცხოვრებაში. და ხო, შეგიძლიათ ვინც დღეს ხატეთ და ბოლომდე არ ხართ კმაყოფილი, როგორც ეკუნა მაგნიშნა, რამოდენიმეჯერ გახვალოთ შეგიძლიათ, თუ უფრო გამშვიდობული ხართ, გექნება თავისუფალი სივსე, რომ ეს ხვალაც ახარეთ. ლაივ და ყველაფერი წესები, დეტალები არის ამ ლაივის დასაწყისში. კარგად მოსმენთ, რამოდენიმეჯერ გამეორეთ, შეგიძლიათ და ისიამოვნეთ პროცესით. ძალიან დიდი მადლობა თეკუნა, რომ იყავით ჩვენთან ამ ჯადოსნურ მომენტში და გისურვებთ ცოტათი შემოხედოთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ვინც ხატეთ, ძალიან მიხარია რომ ამდენმა ერთად ხატეთ. ამ ხელაველი ხატვის ჯერ არ გქონია, მე მგონი არასდროს და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მოხვედით და შემოგვიერთდით ამ პროცესში. მადლობა დიდიანი შენ. როგორც მომწეს ვისიამოვნე შენთან ერთად. მადლობა და დროებით სრულების ასრულება ყველას. კარგად.